წალენჯი ხაში 20 სექტემბრის სტიქია მნიშვნელოვნად დააზარალა მოსახლეობა. დაიტბორა დაახლოებით 40-მდე ოჯახი, სამწუხარო წყალი სახლებში შევიდა, დატბორა ეზოები, ასევე დაზიანებულია გარკვეული ინფრასტრუქტურული ობიექტები, ხიდბოგირები, გზები არის ჩახერგილი მათ შორის, რომელიც უკვე იწმინდება დღის მდგომარეობით და ასევე რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში შეფერხდა გაზისა და დენის მიწოდება. სტიქიის შედეგად დაზარალებული ობიექტების აღრიცხვა და აღნუცხვა მიმდინარეობს ამჟამად სპეციალური კომისიის მიერ. ჩვენ უკვე დღის ბოლომდე რეალურად ჰქონდა სრული ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე დღეში გვექნება უკვე ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც გადაიგზავნება და შესაბამისი მოთხოვნა გაკეთდება, რათა სრულად იქნეს აღდგენილი ის დაზიანებული ობიექტები, რამაც განიცადა დაზარალი სწორედ სტიქიის მიერ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალურად არის ჩართული მერის კეთილმოწყობის სამსახურები და სრულ მზადყოფნაში არიან, ისინი ასუფთავებენ გზებს და ასევე ძნელად მისადგომ ადგილებს და ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ 24 საათის რეჟიმში, რათა ჩვენი შეძლების და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში იქნეს აღმოფხვრილი სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანი. ასე რომ მერის სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში, მოსახლეობა შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია ზარალის თაობაზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სწრაფი დახმარება აღმოუჩინოთ მათ.